ნამდვილად ამის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება. აი ბატონმა იგორმა ისევ თქვა რომ აი როგორც კი ბონოს ჩვენი პროგრამა და საპროგრამო დებულებები მე მართლა გუწევენ ადამიანებმა ხო რომ აი რაღაცას დრო სჭირდება მაგრამ უნდა დაინახონ ადამიანებმა რომ შენ დაიწყე ამის აღარ აინტერესებს აფხაზეთის სამაჩაბლო აღარ აინტერესებს ეროვნული ღირსება და აღარ აინტერესებს ქვეყნის გამთლიანება. ხელოვნურია და შეგნებულად კეთდება ის რომ ყველა გამოკითხვებში აფხაზეთი ამ ფსიქოლოგიით გაზრდილი მე უკვე იქედან კიდე სახელმწიფო ართმევს ფილობად პენსია შრომისა და დამსახურების მიღება. ჩვენ ახლა მუხიანის მოსახლეობას ვხვდებით, ნაწილს მუხიანის მოსახლეობის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ამ ადამიანებს. არაფერს ვამბობ იმ პრობლემაზე, რაც არის საერთო საქართველოსთვის ეს უმუშევრობა, სოციალური პრობლემა. ხა ქალბატონი მეუბნებოდა, ქვით არის მომცა 179 ლარი აიღო, 10 ლარი დაუქვითეს პენსიიდან. ნუ ხა მართლა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი. გარდა ამისა, პრობლემა რომ ახალგაზრდების წასასვლელი არსად არ არის უბრალოდ არც კაფე, არც გასართობი ადგილი ელემენტარულად. კანალიზაციის პრობლემა ქალაქში, სირცხვილია 21 საუკუნეში, გზის პრობლემა. ეს ყველაფერი მოსაგვარებელია, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ არ ვატყუებთ ადამიანებს. ეს არ არის მხოლოდ პარლამენტის გასაკეთებელი. პარლამენტმა უნდა სწორი პოლიტიკა წარმართოს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მთავრობაში იყოს ის ძალა და ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს მოაგვარებენ. ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ვპირდებით ამ ადამიანებს. ძალიან გამეხარდა ის და არც გამკვირვებია რომ პირველი რითიც დაიწყო ჩვენი შეხვედრა იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა, ღირსების პრობლემა. ეს აწუხებთ ადამიანებს და ჩვენის ძალა ვართ, რომელიც ამ პრობლემებს ნამდვილად მოვაგვარებთ. მოგეხსენება გალნის რაიონი გაიყო სამოლქა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით 22 ოლქში. ეს არის მუხიანი და გლდანის პირველი და მესამე მიკრორაიონები, ანუ გლდანის კენტები, როგორც ეძახიან და შეხვედრას მართავთ დღეს ამომრჩეველთან, მუხიანელებთან უბანში, სადაც მე ვარ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი. უბანში, სადაც მე დავიბადე, მე გავიზარდე, იქ სადაც დავამთავრე სკოლა, იქ სადაც იზრდება ჩემი შვილი და ის უბანია, რომელშიც მე ძალიან კარგად, ყველაზე კარგად იმ დეპუტატობის კანდიდატებს შორის, ვინც კენს იყრიან დღეს, ვიცნობ ამ უბნის პრობლემატიკას, იმას თუ რასაც კი ვარი აქვს აქაურ ამომრჩეველს, რა აწუხებს და რეალურად ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ და უკვე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქში მივაღწევთ წარმატებას, ისევე როგორც სრულიად საქართველოში და ყველას მოუწოდებ ჩემ ამომრჩეველს, მუხიანის ამომრჩეველს, გლდანის ამომრჩეველს, რომ შემოხაზონ ნომერი 3 და აირჩიონ ნინო ბურჯანზე დემოკრატიული მოძრაობა.